მოგესალმებით. ესე იგი, რა ხდება დღევანდელ ვიდეოში? რადგან ჩემმა წინა პროექტებმა ვფიქრობ მომცა საკმაის ცოდნა, გადავწყვეტ მაგასთან ერთად დამეწყო ახალ თამაშზე მუშაობა. ეხლა კი რამდენიმე სიტყვით შევეხოთ თამაშის იდეასაც. თამაში გვექნება ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მაგალითად იქნება სუპერმარკეტები, სადაც შეგეძლებათ პროდუქტების ყიდვა და შემდეგ ამ პროდუქტების გამოყენებით საჭმლის მომზადება. ასევე მოთამაშეს შეიძლება სახლების ყიდვაც და თუ კი სურვილი ექნება ბოსტნეულის დათესვა და ამ ბოსტნეულის ან გაყიდვა ფულის საშუალებლად, ან საკუთრად გამოყენება. და რა თქმა უნდა, თამაში იქნება უამრავი საინტერესო მისია და უამრავი მანქანა. მისიებზე რა თქმა უნდა ჯერ არ დაგასპოილერებთ რა და როგორი სახის იქნება, მაგრამ მანქანებზე შევიძლია გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ესე იგი, თამაში იქნება უმეტესად 2000-იანი წლების მანქანები და აი ისეთები, რომლებიც საქართველოშიც ბევრი დადის. E36, E46, W200 და ასე შემდეგ. ანუ სუპერქარები იქნება ძალიან ცოტა, ან შეიძლება ვაფშე არც იყოს. ეხლა კი დავიწყოთ ნელ-ნელა უკვე თამაშის კეთება. პირველ რიგში გადმოწერ ამ მანქანის მოდელს და დავაიმპორტებ შემდეგ თამაში. რადგან ვფიქრობ ეს მანქანა ზუსტად ძრდება იმ სტილში, როგორცაც მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ რომ გავაკეთოთ. მას შემდეგ რაც გადმოვწერ მანქანის მოდელი და დავაიმპორტე თამაში, დადგა დრო გამეკეთებინა საყრდენი ზედაპირი, რომელიც დროებით გზის როლს შეითავსებს და რა თქმა უნდა გავზარდა სიგრძეში და სიგანეში, რომ მანქანაზე მარტივად გაიმართოს. შემდეგ კი მანქანას Y ვექტორში მოვკიდე ხელი და ჩამოვათრიე დაბლა, რომ ჰაერში არ ილივლიოს. ეხლა კი წავშლი ყველა არასაჭირო დეტალს და დავამატებ საბურავებზე კოლაიდერს, რომელიც აღიქვამს შეჯახებას, რადგან ფიზიკა იყოს მაქსიმალურად სტაბილური და თამაში ყველაფერი სწორედ მუშაობდეს. აბა თუ იცით კოლაიდერის გარდა კიდევ რა არის საჭირო სრულყოფილი ფიზიკისთვის თამაში? რა თქმა უნდა რიჯიდბად. ამიტომაც აღარ დავკარგოთ დრო და დავამატოთ თამაშში ესეც. რადგან ფიზიკის მხარეს უკვე მივხედეთ, ეხლა შევქმნათ ახალი ფოლდერი, სადაც შევქმნით სკრიპტებს. და ამ ფოლდერში შევქმნათ მანქანის კონტროლერის სკრიპტი. კოდი უკვე დაწერილია. მოდი ახლა ჩვენ რამდენიმე წუთის წინ შექმნილი კოლაიდერები დავამატოთ ჩვენს კოდს. და როდესაც მოვრჩებით ამ პროცესს, გავსტარტოთ თამაში და ვნახოთ ერთიაბა პირველი შედეგი. საბედნიეროდ ეს პრობლემა მარტივად მოვაგვარე. მანქანის წონა გავზარდე და თქვენი თვალით ნახეთ შედეგი როგორ გამოვიდა. მანქანა უკვე თავისუფლად მოძრაობს, ამიტომაც ახლა შევქმნათ კოდი კამერისთვის, რომლის დახმარებითაც კამერა მანქანას გაყვება და უკეთესად შევძლოთ მანქანის მართვას. მოდი ახლა უცებ კამერის სეტინგები გავასწოროთ, მოვარგვეთ ყველაფერის როგორც საჭიროა და ამის შემდეგ გადავიდეთ პირდაპირ თამაშის გატესტვაზე. რადგან უკვე ყველაფერი გამართულად მუშაობს, ვფიქრობ შეგვიძლია გადავიწოთ ვიდეოს დასასრულისკენ. დღეისთვის სულ ეს იყო, აბა შეხვედრამდე.